დღეს მოვამზადე ლიმონის ორცხობილები, ძალიან ბიუჯეტური, დაახლოებით 5-6 ლარის პროდუქტი დამჭირდა და საღამოს ყავასთან ან ჩაისთან საუკეთესოა. თანაც მოსამზადებლად სასაცილომდე მარტივია. თუ სახლში პატარები გყავთ, მათთან ერთად სასიამოვნოდ გაატარებთ დროს ერთად თუ მოამზადეთ. პროცესმა ჩემი დროის 15-20 წუთი წაიღო. მიაგამიწევ დღეს კომპანიონობას, მაგრამ როგორც ყოველთვის ენთუზიაზმის გარეშე. ეს პატარა ჯილდო სასაცილო კადრისთვის. მოკლედ დავიწყოთ. კვერცხი, შაქარი და მარილი კარგად ავთქვი. დავამატე გადამტნარი და გაგრილებული კარაქი. შემდეგ დავამატე ლიმონის წვენი, კარგად გავაერთიანე მასა და ჩავამატე ქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცეტრა. ვანილი არ დამემატებია, რადგან მინდა მხოლოდ ლიმონის არომატი ჰქონდეს. თუმცა შეიძლება. მივიღე რბილი ცომი. პატარა თასში ჩავყარე შაქრის პუდრა. ცომი ნაყინის კოზით ამოვიღე. ხელით მივეცი მრგვალი ფორმა, შემდეგ მოვათავსე შაქრის პუდრაში და გადავაგორე რამდენჯერ. მთლიანად რომ დაიფაროს და გადავიტანე საცხობ ლანგარში. შევდგი გამოსაცხობად წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე მხოლოდ ქვედა წვაზე. ჩემთან 15 წუთი დასჭირდა. აი ასეთი ორცხობილები გამომივიდა. ციტრუსის არომატი, გარედან ხრაშუნა, შიგნით კი ფაფუგი, ნაზი და არომატული. ამ რაოდენობის ცომით 15 ცალი ორცხობილა გამომივიდა. მოკლედ, შემოდგომის და ზამთრის საღამოსთვის იდეალურია. თუ აქამდე არ მოგიმზადებია, აუცილებლად სცადე, მთელი გულით გირჩევ. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.